ეხლა სასაცილოა ის, რითაც ჩვენ გვემუქრება მოსკოვი, რომ დიდ დარტყმას მიიღებს საქართველოს ჩვეულებრივი მუქარები. ეხლა მეტი რა დარტყმა უნდა მივიღოთ, ხალხო. იმის არ იყოს ანეკდოტია, კაცს აუპატიურებენ, თანაც მისი თანხმობით. ხანჯალი ხიდია. და ეკითხებიან, რომ ეს ხანჯალი რაღაც გინდა და შეურაცხყოფებიან, რომ მომაყენოს, აი მას თავს მოაჭრიო. ხო, აი დაახლოებით ეგეთი სიტუაციაშია კოცების ფსიქოლოგიით შეპყრობილი ხროვა აი აქ საქართველოში, რომ აი არიქა რუსეთი დაიკვეთება. დაკეტილი არ არის თქვენ ამაცხონებულებო. 20% ტერიტორია წაგართვა. ქსნის ხეობაში ვერ შევდივართ, ლიახში ვერ შევდივართ, ჯავაში ვერ ავდივართ, როკის გვირაბში ვერ გავდივართ, გალში ვერ გადავდივართ. გაგრაში ცხვილს არ გვაყოფიებენ. ყოველდღე იხსნება ახალი ობიექტები და სტრატეგიული სივრცეები ჩვენს ტერიტორიებზე. სოხუმის აეროპორტი გაიხსნა. აი ახლა სულ შეხედო რადარს მოსკოვი სოხუმის ავიარეისი დგას მგზავრები დატვირთული. პორტი გაიხსნა. მატარებელი დაინიშნა სოჩადან. ოჩამჩირეში სტრატეგიული წყალქვეშა ნავების და რუსული ტექნიკის პორტი გაიხსნა. ასეთი ინფრასტრუქტურები აშენებული სამხედრო ბაზები, როგორც რუსეთს არ ქონია ევროპაშიც კი, ვარშავის ხელშეკრულების ფორმატში, როცა იქ ჯარები იდგა საბჭოთა კავშირის, ხო? მეტი რაღა უნდა დაგვიშაოს და თუ ეხლა ვინმე ძალიან გულდაწყვეტილი დარჩება იმით, რომ ივანიშვილი, მისი თავგოდორა ძმა ადიკო, ისა რა გვარია ივანიშვილი, ის კარიჭაშვილი, ამათი ბანდის წევრი, კიდევ ეს ძმები ჩხაიძეები, კიდევ ეს დუგლაძე, რომლებიც შედიან ივანიშვილის ბიზნეს, ღვინის და ვენახის მაფიაში და მთელი რუსეთთან აი ამ სასმელებით, მინერალებით, ღვინით თუ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობა გაიხადეს მონოპოლია და ქართველ გლერს, კახელს ვერ გაუტანია ყურძენი რუსეთის ბაზარზე და ვერც ღვინო უშუალოდ როგორც ეგონათ რო იქნებოდა, ვერც ქართლეს საუღია ვაშლი ვლადიკავკაზის ბაზარზე გასაყიდად, ვერც იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან ციტრუსი ვერ გაუტანია გლეხს იქ, იმიტომ რომ აი ამათ ხელში ეს ყველაფერი ჩავარდნილი, დანარჩენი რაღა მეტი რაღა უნდა დაგვიშაო, ხალხო. აქედან გამომდინარე ეს პროპაგანდისტული პრო-ივანიშვილისტული იდეოლოგია, რომ არიქა რუსეთი არ გავანაწყენოთ, არის ერთ-ერთი დამანგრეველი რამ, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი აი ამ გველეშაპის კრანჭებში დატოვებას და ჩვენ ასეთ რაღაცები აღარ უნდა ვყლაპოთ. და იმ ქალს კიდევ ის რა გვარია ის ზახაროვა ჩუვაში ქალბატონი მას ჯობია იმ თავის ჩუვაშებზე ინერვიულოს, რომლებიც რუსების მიერ 300 წელია ოკუპირებული არიან.